თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის ფოიეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნიტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ფოტოგამოფენა გაიხსნა სახელწოდებით ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ქართული ქრისტიანული ხელოვნების უძველესი ნიმუშების ფოტოები და შემეცნებითი პროგრამა ყველა ასაკის დამთვალიერებელზეა გათვლილი. პატრიარქის ლოცვა კურთხევით მოძრავმა გამოფენამ მცხეთა სტეფანწმინდა და სიღნაღი უკვე მოიარა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული ექსპოზიციები 15 ქალაქში მოგზაურებს ქართული ქრისტიანული საგანძურის ფოტოასლებს თელავის 7 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ეს გახლავთ პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მათი ინიციატივით, საპატრიარქოს ინიციატივით შემდგარი ფოტო გამოფენა. ხატები გახლავთ სხვადასხვა სახის, არის ფერწერული ხატები, არის შერეული ჭედური სახის, გახლავთ სხვა ტიპის ექსპონატები, რომლებსაც გავაცნობთ მსურველებს. აი ამ გამოფენის იდეა ზუსტად ეს არის, რომ ვიცოდეთ რა საგანძურის მატარებლები ვართ ჩვენ ქართველები. მომდევნო წელიწადიდან გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვისაც ამ გამოფენის მოწყობა, ვინც ავადმყოფოებში, ვისაც არ შეუძლია თქვათ ინვალიდებისთვის ადგილობრივად მისვლა სადღაც ლოკალურად, მივალთ ჩვენ თვითონ და ვაჩვენებთ ამ გამოფენას. რაც არის წარმოდგენილი, ეს არის მუზეუმის ფონდებში დაცული და ყველას არ აქვს საშუალება წავიდეს ქალაქ თბილისში და ნახოს ეს გამოფენა და ამიტომ ეს არის ფოტოასლები ორიგინალურ ზომებში და უმაღლესი ხარისხის ფოტოები.